მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ჩანგალი. საოცრად და ჩვენ და გასაოცრად მისი ერთი სეზონი შედგა. შემდეგ გასაგვირად საერთოდ როგორც წესია, მესამე გადაცემაზე უნდა ჩაშლილიყო ყველაფერი. მაგრამ რატომღაც მივედი იქამდე რომ 11 ეპიზოდი იწერება და ეს სამ სეზონის ბოლო გადაცემაა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარეზღილაკი, მოგვიწონეთ ვიდეოები, დაგვიწერეთ კომენტარები მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ბარიატრია არ გაგიკეთებიათ. როგორი შეხსენებაა წლის ბოლოს. 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა ისეთი რამ, რასაც კარგი არაფერი არ მოყოლია. რა ვიცი, დაიწყო ცუნამები, კატასტროფები, სახლები დაინგრა, სამბოთავიანი ძროხები იბადებიან მაგის მერე. რა ვიცი, ძაღლებმა კნავილი დაიწყეს, არაფერი კარგი მაგის მერე არ მომხდარა. დაიწყო დარბევები თბილისის ქუჩებში, ხალხის ცემა, მარშრუტკებში, გაზის კაფსულების შეგდება, ადამიანების სახეების დალეწვა, შემდეგ დაპატიმრება, სისხლის სამართლით გასამართლება. რა ვიცი, გავრილო პრინციპია ტიპი, რო თქვა, სინამდვილეში რეინკარნაცია. სამოქალაქო ომი დაიწყო რაღაც ბრიფინგი. დენი რო წასულიყო იმ დღეს ოფისში, ახლა საერთოდ სხვა სიტუაცია გვექნებოდა, მაგრამ არ წავიდა. აწყობილი ქვეყანაა და მაგიტო. ამის დარბევების შემდეგ ყველაზე საინტერესო მომენტი იყო, დაახლოებით როგორც მახსოვს 14 დეკემბერი, როცა კახი კალაძეს პარლამენტის წინ ნაძვის ხე არ ავანთებინათ და ძალიან ბევრი ბავშვი დავტოვეთ მაშინ აკაცუკებმა გულდაწყვეტილი. იმ ბავშვებიდან წელს რამდენიმე სიბერით გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენ საერთოდ ვერ მივიღებთ ამას ჩვენ თავზე. ყველას ხანგრძლივ და ტკბილ სიბერეს გისურვებთ. ამის შემდეგ დაიწყო ათასნაირი მარშები, ბარსელონას ფანების მარში, ქადების მოყვარულების მარში, რა ვიცი, 28 რიცხვში PMS-ების მარში, რა ვიცი. მაგრამ ჩემი ეს უნდა გაკეთებულიყო დიდ პენსიანების მარში. მან თუ კაცი არ მოვიდოდა. რა ვიცი, რატო არ იყავი დიდ პენსიანების მარშზე? აიცი რა არის? ვერ გააправებდი, მან შეიძლება ზარქუაც კი მოსულიყო. მივიღებდით მაგ დღეს სავარაუდოდ, იმიტომ რომ დიდი პენისი როგორ ხარ, ძალიან თავდაჯერებული ხარ. გეცოდინებათ. ამის შემდეგ იყო ყაველაშვილის გაპრეზიდენტება, რომელიც ერთხმად აირჩია ქოცების პარლამენტმა. ამის შემდეგ განათლების თამასა ძალიან ავარდა ქვეყანაში და, რა ვიცი, განათლების რეფორმაც კი გახდა უკვე წლის ბოლოსკენ საჭირო, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები შეიქმნას ამ ქვეყანაში, რომ ნაოჭები შემცირდეს ტვინის ქერქზე ძირითადად, სხვა ისეთი არაფერი. დაასანქცირეს ასევე ბიძინა ივანიშვილი, დაასანქცირეს და გვეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა. ჯო უილსონი გამოგვეცხადა. მაგრამ რა ვიცი, გაუმარჯოს ჯო სადაც არის როგორც არის. მაგრად აკრევით თავიდან. შემოგევლე. კაი კაცი ხარ. არ დაუსანქცირებიათ. დეკემბრის დასაწყისში დააკავეს ათობით ადამიანის სისხლის სამართლის წესით. ჩემს ძმას და კიდევ 18 პირს ევდავებოდნენ ჯგუფურ ძალადობას რუსთაველის გამზირზე. ერთ-ერთ პროცესზე ჩემმა ძმამ პროკურორების მისამართლით ისროლა ასანთის კოლოფი. მაგრამ ძალიან არ დაუმიზნებია. ისე ესროლა. ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა უკვე იანვრის დასაწყისში, როდესაც აბსოლუტურმა ჩემპიონმა თავის წონაში მზიან ამაღლობელმა ისეთი შემოარტყა ირაკლი დგებუაძეს, რომ ზანზარი გაისმა დედამიწის გარშემო. 4 ჯერ შემოუარა გერამ ეკვატორს და მთვარე დაგშორდა 4 მილიმეტრით. თქვენ ახლა მე გაჩვენებთ ორ კლიპს და გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ, რომელი აქედან დგებუაძე და მზია ამაღლობელი და რომელია მუჰამედ ალი და ფოიზერი. ამ ორი კლიპიდან ძალიან რთული გასარჩევია და კარგად დააკვირდით. დადგა 20 იანვარი, რომელსაც ქოცები ძალიან ელოდებოდნენ და ტრამპმა დაიწყო ძალიან რაციონალური და ჭკვიანური რაღაცების მოთხოვნა, რაზედაც კაცობრიობას ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა. მაგალითად, გრენლანდიის შეერთებაზე, კანადის მიერთებაზე და მექსიკის ყურეს სახელმწიფო გადავარქვაო. რა თქმა უნდა, ამ სამიდან შეხვდა ერთი. მექსიკის ყურეს გადაარქვა ამერიკის ყურე. რაც რა თქმა უნდა, ისტორიაში შევა ცალსახად. რა ვიცი, დიდებული მიღწევა. ორჯერ მაგიტო უნდა გაპრეზიდენტე კაცი. რა ვიცი, ჩვენ იმსაც შეიძლება, თლა ჩვენი არ არის შავი ზღვა, თორე რაღაცას გადავარქვენით. ბიძინა საჭკუმპალაო. ჩვენი სახელი. ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოვალურ კაბინეტში, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზელენსკის დამცინავად კითხა, კოსტუმი რატო არ გაცვია ამ ხელა შეხვედრაზე ხარ მოსულიო. კითხა იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, ომში ყოფი ქვეყნის პრეზიდენტს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც სავარაუდოდ ეპშტეინის ფაილებში ტრუსიკის გარეშე არის. კოსტუმის გარეშე რატო არ ხარო, იმას ეკითხება.
მე არაფერს არ ვამბობ, არ გამქარდოთ. თუ გამქარდავთ, ფენთის გამოიყენეთ რუსიკზე თუ შეიძლება. That's my choice. My joke, my choice. შემდეგ მოვიდა 2 თებერვალი, როდესაც ხალხმა გადაწყვიტა, რომ თბილისის გასასვლელი გადაეკეტა აღმაშენებლის ხეივანში, სადაც 16 წამში მიიღეს კანონი, რომ აღმაშენებლის ხეივანი ყოფილა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და შესაბამისად იქ ხალხი ვერ გადაკეტავდა. შემდეგ იქ როდესაც მივედით, რამე აღარ ყოფილა, იმიტომ რომ ოჯახიდან ორი პატიმარი გვეზედმეტი იქნებოდა, ხალხი რომ მივიდა, იქ გამოჩნდა ხარება მოსე, რომელმაც ხალხი ურად გაყო. ერთი ხიძე გაუშვა, ერთი აქეთ და დააკავეს რამდენიმე ადამიანი. მაგ დღეს იყო სწორედ როდესაც ხარებას ასევე მიგვარეს ერთ-ერთი ადამიანი, ასე ვთქვათ, სადაც როცა და არ ვიცი როგორ აღწერო, წიხლი ჩაარტყა მოგდეთ ხარებამ, მიჭირს ამ ადამიანზე საუბარი, ეკლესია აქვს აშენებული და ცუდ რაღაცას რო ვიხსენებ, ვერ ვიჭირებ იმ ფაქტს რომ მოხდა. საბოლოოდ მომიწევს რომ დავივიწყო რასაც აკეთებდა. ქტიტორია. ძალიან არ ჩაურტყია. შემდეგ მოვიდა დიდებული 11 თებერვალი, რომელიც რა დღესაც არაფერი მომხდარა, ისეთი უბრალოდ ჩემი და ჯენიფერ ენისონის დაბადების დღეებია და მინდა რომ იცოდეთ. საჭირო ხალხი ვართ ჩვენ. და Facebook-ზე გამორთული მაქვს და ვისაც არ მოგილოცავთ შარშან, შეგიძლიათ წელს მომილოცოთ. უკვე თებერვლის ბოლოს დაიწყო სტიქია დასავლეთ საქართველოში, ძირითადად გურიაში, დითოლობა იყო, რადგან სახელმწიფოს ჩვენ და გასაოცრად ვერ ქონდა კარგი რეაგირება, მანამდე ყველა სტიქიას იდეალურად შევხვდით, რატომღაც 2024 თებერვალი იყო ძალიან პრობლემური ჩვენთვის, რადგან იქაურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ეხლა მაგის ტექნიკა რო ვიყიდოთ, მე ერთხელ უნდა გამოვიყენოთ და მე 10 წელი ტყუილად უნდა იდგესო. ეკამათე. ცუდად არ უგულისხმია მართლა. შარშან მარტიდან უკვე ვიწყებ ჩემი 30 წლის პიცოდით რეგულარულად სიარულს და მანამდე მხოლოდ მართვა ვიცოდი მანქანის, შესაბამისად ახლა უკვე ვიცი ჩემი პიცოდის წყალობით კრიშკის პრაკლატკა, კალოვკის პრაკლატკა, ზედა ამფლელი დაჩიკი, ქვედა ამფლელი დაჩიკი, დროსელის დაჩიკი, ვოზდუხამერი, რა ვიცი, რულავოი, შარავოი, რა ვიცი, ნებისმიერ რამე რაც გაინტერესებთ. მაგრამ გამიქანიკება არ გამიკეთებია. მალევე იქნება უკვე წულუკიანის კომისია, რომელზეც იბარებენ სხვადასხვა პოლიტიკოსებს. ამ კომისიაზე მივიდა გიორგი გახარია და თვითონ კომისია გადაიცემოდა ლაივ ეთერით. ეს იყო გახარიას სტუმრობა წულუკიანთან იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სექს სცენა არა კაცობრიობის ისტორიაში, რაც ტელეეკრანებს აღუბეჭდავს. ესეთი შორით კუნესა შორით დაგვა პირველად ნახეთ. ამ კომისიაზე დადგინდა, რომ თურმე გიორგი ანწუხელიძე ყოფილა უაზროდ შეწირული ვიღაცის ავანტიურას. ამას ამბობენ იმ ქვეყანაში, სადაც თურმე ბაზილიკის თავზე ნასროლი მამალი და ლომისობას დახოცილი ასობით სხვარი არის სწორად შეწირული. გესმის? და გიორგის შეწირულის თავზე ხტომა არის თურმე სწორი. იმ ქვეყანაში ყოფილა ანწუხელიძე არასწორად შეწირული ვიღაცის ავანტიურას. წულუკიანის კომისიაზე მისვლის გამო აპატიმრებენ რამდენიმე პოლიტიკოს პრინციპულობის გამო, იმიტომ რომ გირავ არ გადაუხდია და რა ეკნა. ამის შემდეგ უკვე გრძელდება სინდისის პატიმრების პროცესების არსებითი განხილვა, სადაც აბსოლუტურ რეკორდს ხსნის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, რომელიც პირველი ნინოა საქართველოში წმინდა ნინოს შემდეგ, რომელმაც საქართველოს საზემზე დააბნელა, გიორგი მინდაძეს 5 წელი მიუსაჯა, მათე დევიძეს 4 ნახევარი, მაგრამ თავი მაინც თავისი ძიშოვი მანქანის ნომრებით დაგვამახსოვრა. გლსტ 001. უკვე 2 აპრილის თანამდებობას ტოვებს ბოინის ძაღლის თავის ფორმის მქონე გრიგოლი ლუაშვილი და მის ადგილს იკავებს პენტაგონის ფორმის თავის მქონე ანდრე ოხანაშვილი. 9 აპრილს უკვე პატიმრების ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა ღამე გავათენეთ რუსთაველზე და 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვით ის ადამიანები, რომლის პარტიაც ფიქრობენ, რომ 9 აპრილს ხალხი ჭყლეტვას შეეწირა. ჩვენ არა კაცებმა და უსამშობლოებმა ესეთი საყვარელი ხალხი არ მიუშვით 9 აპრილის მემორიალთან. რა ვქნათ? ხდება ხოლმე. უკვე მაისის დასაწყისში ვაკეთებთ მარშს დიდუბიდან პროკურატურამდე, სადაც უფროსი ყოფილა მკვლელი, რამდენიმე წელი. თვითონ ამბობ.
მალევე ისრაელი იწყებს ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტების და ამ გამდიდრებაში მონაწილე ირანელი პირების იუველური სიზუსტით დაბომბვას, ისე რომ მაგალითად აბუ ბექრ ისმაილ იბნ ალაშარი თუზის სუფრის თავში რაკეტა ისე ხვდება, რომ აქ მჯდომი ტიპი მარტო დამწვრისნოს იგებს. რამდენიმე კვირაში ირანში კაცი არჩება, რომელსაც ირაკლი კობახიძემ სალამ ალეიქუმ უთხრა. მალე ვერ გავიხედავ ლეპტოპისკენ ბოდიში. აკრძალული მაქვს. მაისის დასასრულს უკვე თანამდებობას ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც რამის ყველა ქვეყანამ დაასანქცირა და მის ადგილს იკავებს ტავტოლოგია გელა გელაძე, რომელსაც ოდნავ შეუმსუბუქეს თქმულება და გეკად გადაუკეთეს first name, so to say. მოგეთ შინაგან საქმეთა მინისტრებში ძალიან საინტერესო სტატისტიკა გვაქვს. პირველი იყო ირაკლი ღარიბაშვილი ბატონებიძინა. რომელსაც როგორც აღმოჩნდა მარტო ორი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და ვარკვევთ რომელი ორია, ძალიან რაღაც იშვიათი кейსია. ამის შემდეგ იყო გერაინა ჭიკაიძე, რომელსაც თალიბანი ადამიანი ეგონა. შემდეგ უკვე მოღალატე გიორგი ახარია, ყვერებიანი, მაგრამ ამას აღარ ვახსენებ, არ შეიძლება. აღარო იმ კაცმა. და ამის შემდეგ უკვე მოდის ყველასგან დასაქცირებული ვახტანგ გომელაური, რომელსაც რავი, მგონი ანტიგუა და ბარბუდამაც დაუწესა სანქციები ის. რაც იკაიფა. ყველა სანქციებს და ახლა მე ზანგეზური ხო არ ვარო. მე არ დავასანქცირო. დაგეთ. მაისის ბოლოსვე აკავებენ საქართველოს სალოვანი უწყებები სომხეთში Toyota Camry-თ გადაპარულა ბიძინაკაცის შვილობილ მილიარდელ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც საეჭვოდ სეირნობდა სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ბუფერულ ზონაში. აზერბაიჯანის საქართველოს საზღვარზეო ნუკრი გაგულია. რა ვიცი. ლიკას არაფერი უთქვამს. სინამდვილეში ხდება ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, აკავებს ანრი ოხანაშვილი და მისი დაჯგუფება იტაცებენ და მოყავთ საქართველოში და როგორც ირკვევა შემდეგ რაღაც სოფლიო სავაჭრო რაღაც ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ცვლიან გიორგი ბაჩიაშვილს. საინტერესო რომ ანრი ოხანაშვილს არ ეკეთან იღაბი, იმიტომ რომ ანრის ისეთ თავი აქვს, რომ ყველას ეგეთი თავი აქვს ამის და ვერ მიცნობს ეთყობა. თავის კორექცია არ გაუკეთე. ამის შემდეგ ივანიშვილის პარლამენტი ცვლის კანონებს და ბაჩიაშვილს და ზოგადად ფინანსური დანაშაულებში მონაწილე ადამიანებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება 15 წლით. 15. მეტი თან. ასევე შეიძლება მშობლების და ოჯახის წევრების პასუხისმგებლობას დადგეს როგორც მოხდა ბაჩიაშვილის შემთხვევაში. შესაბამისად ფინანსური დანაშაულები გამოცხადა ძალიან მძიმე დანაშაულებად. ეს მაშინ როცა 2018 წელს ბატონო ბიძინამ გადაუხდელი სესხები გადაგვიხადა ყველას. მაშინ შეგვიწყალა და წელს, რას შვები? სად მიდიხარ? რავი, 6 კაცი ხართ მილიონერი ამ ქვეყანაში და რა ვიცი. ჩვენ თუ არ გაგუშვებთ ამ ქვეყნიდან დიდი ამბავი, რავი. დანარჩენი ახლა რავი, მე მგონი ყველა ვიცი სად ხართ. ჩვენ მე ფინანსური დანაშაულები რომ ჩავიდინო, მე და ლიკა ბაგურაძე, არ გვაქვს ბილეთის ფული რომ წავიდეთ, ხვდებით? ბაჩიაშვილს ეთყობა აქეთი 20 ბიტკოინი. 20 ბიტკოინი რამდენია? ბევრია. შემდეგ ბაჩიაშვილის საკანში აგზავნის სხვა ციხიდან პატიმარს, რომელსაც აცემინებს ბაჩიაშვილს და აკბენინებს. რომელიც შემდეგ მაინც ბაჩიაშვილს ბრალდება, ანუ ბაჩიაშვილმა თავი იკბინა. ხვდები? ანუ კეფს რო ხეჭავდა, გეკბინება, ხო იცი სადღაც ეგეთი რაღაც მოვიდა კეფაზე და ხარზე. არ მოგსვლიათ კეფს დაღეჭვისოს, ხარზე არ გიგბენიათ? მოგეთ ასეთი ქვეყანაა რა, ბაჩიაშვილმა თავი მოიტაცა, თავი იცემა, თავი იკბინა. მაგრამ დიქტატურა არ დაუმყარებია და რა ქნას. უკვე 2 ივნის უკრაინის შეერაღებული ძალები ატარებენ ბრწყინვალე ოპერაციას სახელწოდებით ობობისქსელი, პაუცინა, რითაც ანადგურებენ რუსეთის სტრატეგიულ ავიაციას 35%-ს, არა აღდგენად ავიაციას. რადგან ეს სპეცოპერაცია ჯო ბაიდენის მძინარე ჯოს გამოდაიგეგმა, გამოვიდა რომ 35%-ით მოიკლო რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ და 35%-ით გაიზარდა ტრამპის ბოღმა ბაიდენისადმი. გამოთვლილი მაქვს. გეუბნებით. მინიმუმ 35%. პოსტი დატოვა მალევე ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ, რომელიც გედედეს უფროსი იყო. და რამდენიმე თვეში თურმე გავიგეთ, რომ აუშენებია ეკლესია, ტაძარი. ამხდარა ქტიტორი. ქტიტორის მე მგონი არც მე ვიცი სიტყვა რას ნიშნავს არც არავინ, მაგრამ საინტერესო სიტყვაა. თუ
თურმე ეს ჰიტლერის დანაშაულის კი არისო გაზის კამერებში ხოცავდა ხალხს. შენე ბიჭო ეკლესია. ვინ გამოგეკიდება, ვინ იტყვის შენზე ცუდს? მან შეცდა ჰიტლერი, იმიტომ რომ ღმერთუები ხართ. ეს დასავლელები და deep state-ელები და არიცით. ამაშია საქმე. ეკლესია რა უშენებია და მაგიტო. 26 ივნისს გარდაიცვალა მამაჩემი. მამაჩემმა გაუძლო საბჭოთა კავშირის რეპრესიებს, გაუძლო ავღანეთის ომს, გაუძლო რეკეტს საბჭოთა კავშირის და შემდეგ გაუძლო 90-იანებში ძარცვებს, ბენზინის გასამართ მუშაობის დროს დაღაჩაღებას, ტაქსიზე მუშაობის დროს კეფაზე იარაღის დადებას, გაუძლო ინკასატორად მუშაობის დროს ძარცვას შუაღამით, გაუძლო შიმშილს, გაუძლო უდენობას, უწყლობას. ეგონა რომ შვილის პატიმრობასაც გაუძლებდა, მაგრამ მაგას ვეღარ გაუძლო. მეტად ვეღარ გაუძლო რუსებს. მაინც რო იცოდეთ long term-შიც რაებს აკეთებს რუსეთი. პირდაპირ ერთ წუთში არა. უკვე აგვისტოში დაიწყეს ბიჭების და გოგონებისთვის მისჯა. მიუსაჯეს 2 წელი მზია ამაღლობელს, რომელმაც ხო გახსოვთ რაც ჩაიდინა. ნინო გალუსტაშვილმა 2 წელი მიუსაჯა ჩემ ძმას და ჩემ ძმასთან ერთად ერთ საქმეში მყოფ პირებს, ასევე ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძილაშვილს, რადგან ორგანიზატორობა ვერ დაამტკიცეს, მაგათ 2.5 წელი მიუსაჯეს. ასია, რამეს რო ვერ გიმტკიცებენ ჩვენ სასამართლოში, ანუ უდანაშაულო რო ხარ, მაგაზე 2 წელი, ანუ 2 წელია 0, 2 არის ახალი 0. გალუსტაშვილს სავარაუდოდ ერთი ეკლესიის აშენება არ უშველის, მინიმუმ 2 ტაძარი და 3 სამრეკლო უნდა, რომ სალხინებელში მაინც მიიღონ როცა იქნება ადრე და მალე. სამაგიეროდ გაათავისუფლეს გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია და თედო აბრამოვი, რომელზეც თქვეს, რომ ნარკოტიკები კი არ ჩაგვიდევს, უბრალოდ არასათანადოდ არის მოტყუებული მტკიცებულებებიო და გაათავისუფლეს ეს ადამიანები. ის კი არა რომ ნიკა კაციას მაგათი ერთი წისქვილი ჰეროინი რო ჩაუდეს, ერთი ზვინი გერაინი. ეგ კი არა რომ ჩაუდეთო ვერ გადავიღე, მონტაჟი არისო კაი. თორე უდანაშაულები კი არ იყვნენ. ჩვენიერი. ძალიან ბევრი არ ჩაუდია, ერთი ტომარა რა არის. სამაგიეროდ არ გამოუშვეს ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული, ასევე დაატოვეს პატიმრობაში ისევ ნარკოტიკების საქმით ანტონ ჩეჩინიც. შემდეგ უკვე დაიწყეს საკუთარი ხალხის დაკავებები, კორუფციონერი ღარიბაშვილი, კორუფციონერი ქარსელაძე, რომეო მიქაუტაძე, ანუ დააკავეს ასევე თავდაცვის მინისტრი ჯუანშირ ბურჭულაძე, რვაშვილის მამა და თავდაცვის მინისტრი. როგორც დაკავებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშირ ბურჭულაძემ განაცხადა, ეს რო წესიერი ქვეყანა და სასამართლო სისტემა იყოსო, მე დაკავებული არ ვიქნებოდიო. რა ვიცი, ჩემო ჯუანშირ, ჩემი იუმორისტი ძმა 20 წლის ირაკლი მიმინოშვილი, ექიმი ირაკლი ქერაშვილი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ვეტერანი ვეფხია კასრაძე, მსოფლიო ბანი, შენი მოგვარე დაკავებულები არიან და ამ ქვეყანას ვინ ურევს, მე არ ვიცი. ყველა ციხეშია ამრევი. ეთყობა ერთი მხატვარია კიდე დასაკავებელი და ერთი ძიძა. და всё, დედას მოუთხნობ კრიმინალს. უკვე გასწორდება ყველაფერი, ვეღარავინ ვეღარ არევს. გეუბნები. ასევე მოსამართლის განჩინებით და ღვთისნებით დააკავეს სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც თურმე ბაღების გაერთიანების უფროსთან ერთად იპარავდა ბაღის ბავშვების საჭმელს. მოგეთ ამ ქვეყანაში ასია, მთავარია შენ სკოლაში თბილისიდან 250 კილომეტრში, სოფლის სკოლაში, მთაში არ შეხვიდე მეგაფონით. თორე ბავშვებს კაცო პარე საჭმელი ამდენი ძინდა, კაცო. ის კრიმინალი არ ჩაიდნო, მთავარია მეგაფონით, ხვდები? და იქ იმ სკოლაში, ჩვენი სკოლა, ანუ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლა იმითო გადასული, რომ 2021 წლის მერე რემონტია ჩვენ სკოლაში. და ვერ მთავრდება სავარაუდოდ ზარქუას კორუფციონერის სიძის გამო. ანუ წარმოიდგინეთ, შეიძლება უკრაინის ომი უფრო მალე მორჩეს. ვიდრე თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის რემონტი. როგორია? შვენიერია. ასევე რიჟვაძე გადაურჩა სასწავლებრივად სიკვდილს და ეხლა გარყვნილ გერმანიას აქვს თავი შეფარებული. გირავო, მილიონიანი გირავო აქვს შეფარდებული ღარიბაშვილს, რომელმაც მილიონიანი სახლი ჩადო და ადვოკატი წუწუნებდა მეტი ღირსო, ხურდას ითხოვდა. Change. ნოქტებით. ასევე ახლახან დაუსრებლად პატიმრობა მიესაჯა წლების განმავლობაში საქართველოს გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომლის დასაცავად 2023 წელს მისთვის სანქციებიდან თავის ასარიდებლად ერთ დღეში ტრაკიდან კბილები გამოიხიხეს ხოცემა. ხო, მაგრამ ჩვენ ვართ მოსყიდულები და deep state-ები. არაგერიოთ, ნახე? შეიძლება ჩანდეს, რომ ისინი აშოვებენ, მაგრამ მაგას არ დაუჭირო, რასაც ხედავ და გესმის, შენ გზრუნვებს არ დაუჭირო. პროპაგანდას დაუჭერე, ეგრეა სწორი.
მაგრამ როგორც კოცები ამბობენ თვითონ ბატონმა ბიძინამ არაფერი არ იცოდა. ყოვლის შემძლე ბიძინამ არ იცოდა, ყოვლის ცოდნე. ბიძინამ იცის რომ თქვენ გონიათ რომ მან არ იცის, რომ თქვენ გონიათ რომ მან არ იცის რამე? ეს იცის ბიძინა? რომ თქვენ იცით რომ მან არ იცის? მოეწონება? უკვე მსოფლიო ასპარეზზე შემდეგ მოხდა ნეპალის რევოლუცია, რაც მოყვა TikTok-ის აგრძელოს ქვეყანაში, სოციალების, მაგრამ ძირითადად TikTok-ის და ჯენზი თავმა მოახდინა რევოლუცია. იქნებ ჩვენთანაც გაითიშოს და კეთი ეგიდუნაშვილის და კირპეჩის რევოლუცია მაინც გვეღირსოს ამ ქვეყანაში. რა სიტყვით? ვარდების რევოლუცია, მე კირპეჩის რევოლუცია. კენტის. 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე უკვე საქართველოში არჩევნებში შევიდნენ გახარია საქართველოსთვის და ლელო. თან ამ პერიოდში გახარია შევიდა გერმანიაში და ლელო შევიდა ციხეში. უკვე არჩევნების წინ გახარიამ მიიღო დევნილი სტატუსი გერმანიაში და საცხოვრებელი და ლელომ მიიღო თავისუფლება. ხაზარაძე ჯაფარიძე. ბევრნაირი რაღაცის მოხდა. გაფიქრება უნდა. საბოლოოდ ჩატარდა არჩევნები და გახარია დარჩა შვანცჰაუზგევურფენ და ლელო დარჩა ყლეამოგდებული. ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის მელიქიშვილის გამზეზე გაიხსნა კახიკალაძის შტაბი, სადაც 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით საკუთარ სხეულზე ფალოსის ჩვენების კურსები ტარდებოდა სრულიად უფასოდ. საკმაოდ წარმატებულად ძალიან პროფესიონალები მონაწილეობდნენ. არცეც არ შეშლია მითითება, სუსტად იყო ყველა მითითება. იდეალურად. დოქტორანტურა. всё. თან იცი სად არის ფალოსი, ვერ ააცილებ. ამავე შტაბთან კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ჯერ დააკავეს მეგიდია სამიძე, რომელიც შემდეგ ირაოთი გაათავისუფლეს. შემდეგ სოლიდარობის ნიშნად პოლიტიკოსმა ქალმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა იგივე, ელენესაც შეუფარდეს ქირავა, მაგრამ ელენე თხოვს რომ არ გადავიხადოთ და შესაბამისად ელენეც უკვე პატიმრობაშია. მაგრამ დიქტატურა არ დაუმყარებია. მეორე მხარეს იმ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არჩევნებში არ შედიოდა, ანონსებდა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციას, რომელიც საბოლოოდ მშვიდობიანი რევოლუცია კი არა, მამუკა მდინარაძის მშვენიერი სპეცოპერაცია გამოდგა. მამუკა მდინარაძე არის მაშინ იყო უბრალოდ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტი. ზოგან მაშინ, თორე 25 დეკემბერს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანი იყო და 26-ში მაიორი. ანუ სახელმწიფომ, ანუ საპატრიარქომ 2 დღეში 2 მღვდელს ერთი წოდება ჩამოართვა და 2 დღეში ერთ კაცს 2 წოდება მიანიჭა. რაღაც ტიპის მათემატიკაა. თუ გინდა დააბაუზეთ და იანგარიშეთ. საბოლოოდ 0-ს მიიღებთ. მან ბათილდება რა, დათვლილი მაქვს. ეგ არის. ეგ ქვეყანა. ბოდიში მაიორო. არ დამაკავოთ. მამუკა მდინარაძე ჩემი აზრით სუსის უფროსობამდეც და ამ სპეცოპერაციის დაგეგმვამდეც ეკუთვნოდა შესაბამისი წოდებები, მაგალითად ტრუსკავეცის ხუმრობების ლეიტენანტი, კვანკითის დაგეგმარების კაპიტანი, ალეკო ელისაშვილის მუშტის აცილების მაიორი. როგორია, მაგრამ სანამ სუსის უფროსად არ გადავა კაცი ქართველები ვერ ვაფასებთ. არ გამოვდის. ან უნდა მოგდეს, ან სუსის უფროსი უნდა გახდეს. ასევე 4 ოქტომბრის რევოლუციის დაგეგმვისთვის 4 ოქტომბრამდევე პრევენციის მიზნით დააკავეს ლევან ხაბეიშვილი, შემდეგ უკვე 4 ოქტომბრის გადავლის შემდეგ 5 ოქტომბერს ხამუთებით დაჭერილი პრეზიდენტის სასახლის ღობის შტურმის შემდეგ უკვე აკავებენ პაატა ბურჭულაძეს, მურთალ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს, სხვა ათობით აქტივისტს და პოლიტიკოსს. ასევე დაკავებულია 50 კილოგრამი გელახასაია, 140 კილოგრამი ორი კაცის გალახისთვის. რაც აბსოლუტურად ნორმაა ჩვენ ქვეყანაში. მან ეს ცვლადი უნდა შემოიტანოთ. და მე მგონი ბათილდება. ასევე დააკავეს მალევე ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობისთვის და სავარაუდოდ არალეგალური თევზაობისთვის. ყველა ციხეში ზის მოკლედ. მიმათიანი ჩვენიანი ქალი, კაცი, დიდი პატარა ბავშვი, მომღერალი, პოლიტიკოსი, მეკრთამე, კორუფციონერი, სამშობლოს გამყიდველი, რა ვიცი. ეს ცუდები რა ჩამოთვალე ყველა იმათია. ქალი და ბავშვი იყო ჩვენი. გლდანის საპატიმროში ზის 2700 პატიმარი და მთლიან სომხეთში 2400. მაგრამ ჩვენ ქართველებმა ერთმანეთის გატანა ვიცით სამაგიეროდ. ხო ვიცით. აი გულ შევიკრიბოთ ერთად 2700 კაცი გლდანის ციხეში, რა? ჩახუტება, მოფერება. და მთელი ამ წლის განმავლობაში ტიტუშკების ცემდნენ ხალხს ლამის პატრულის მანქანების წინ.
პატრულის თანამშრომლების წინ. ჩვენ გვეძახდნენ მოსყიდულებს და გაყიდულებს და მე თვითონ თავისიანებს უღებდნენ მილიონებს ბინებიდან. ჩვენ გვეძახდნენ დახელფასებულებს და მე თვითონ ვირკვევა რომ თვითონ პარავდნენ თურმე ბავშვებს მილიონებს, ბავშვების ჭამის ფულს. მაგრამ ჩვენ ვართ დახელფასებულები და მოსყიდულები მაინც, იმიტომ რომ ლოგიკას არ გაყვეთ. პროპაგანდას უნდა გაყვეთ. ახალი ეგრეა. ლოგიკა არის ახალი პროპაგანდა. პროპაგანდა არის ახალი ლოგიკა. Всё? ამის შემდეგ ჯერ გზაზე გადასვლა უგზალეს ხალხს და მაგის გამო აპატიმრებდნენ და ადმინისტრაციულ პატიმრობაზე უშვებდნენ და ერთ-ერთი ადამიანი უკვე სისხლის სამართლით აწყობდა დაჭერილი, რომელიც რამდენიმე თვეაში მშილობს. გარდა ამისა, ყველაზე დიდი ტრაგედია ამ ბავშვს მაინც ის იყო, რომ ჩვენ ყავს გარდა ამისა, მთავარი ტრაგედია მაინც ამ ამბავში ის იყო, რომ ჩვენ ყავს შროდინგერის სახალხო დამცველი. სანამ კაბინეტის კადრებს არ შეაღებთ და ნახავ, შენ თვალით არ ნახავ, ვერ გაიგებ ცოცხალია თუ მკვდარი. ეგ უფრო დიდი ტრაგედიაა ჩემი აზრით. ლევან არ მიწყინო. დაბლოკილი ხავარ უკვე და მეც რაღაცისა. საინტერესო იყო საერთაშორისო ამბებიდან ისიც, რომ დონალდ ტრამპმა ჯერ უკრაინას შესთავაზა ტომაჰაუკების გადაცემა და შემდეგ რამდენიმე დღეში დონბასიდან ხوار გახვალთ. ეგ იგივეა, რომ შენ ვაჟიშვილი ძმისშვილს უთხარ, რომ ქალებში ხوار წავიდეთ, ქალებში. ანდა კაცებში ხوار წავიდეთ, კაცებში. იგივეა, კაცები მიხვდებით. ჰეტეროსექსუალები. ჰეტეროსექსუალი ცუდი სიტყვა არ არის. დაგუგლეთ. ომები დავამთავრებო ტრამპი ეძახის და თან ვენესუელისთვისა გალყა შემორტყმული ომი დაიწყოს. რამდენიმე დამთავრებული ომიდან რამდენიმე განახლდა ის. შადრევანს დააჭირა ტიმმა ხელი 2 წუთით და აღარა მოდის. თავიდან ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში და ეხლა ჟურნალისტი რომ კითხავს რომ რატომ არ ასაჯაროებთ ბატონო დონალდ ეპშტეინის ფაილებსო გამჩენს აგინებს რაც მაშინვე ფანტავს ეჭვს რომ იმ ფაილებში დონალდ ტრამპი ოდნავ მაინც არის ნახსენები. სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. სწორად იშორებს. წელს საერთოდ სომხეთი და აზერბაიჯანი შერიგდნენ, წარმოვიდგინეთ. სომხეთი და აზერბაიჯანი შერიგდნენ. რაღა დარჩა თელავი და გურჯაანი რო შერიგდნენ მანამდე. დროის საკითხია. მეფე ნარიმანმა ამოიღო წელს ბიჭო ხმა. 2025 წელს მეფე ნარიმანმა ხმა ამოიღო. გურამ კაშიას დაასრო. ანუ დისლექსია უფრო რთული ყოფილა, ვიდრე მდუმარი ბერობა. ამით ერთადერთი ამის დასკვნას შემიძლია დაუდო სხვა არაფერი. აი ეს ყველაფერი რაც დღევანდელ ეპიზოდში ჩამოვთვალე, კაცრო და გესიზმროს, იტყვი რომ ეს რა ყლეობა და მესიზმრაო. მაგრამ არა. ნაღდია, ჩვენი ქვეყნის ამბავია. ზუსტად, ერთ-ერთში. რა გინდა რო ქნა. ესაა მოკლედ ჩვენი ქვეყანა. კიდევ კარგი მიწების განაწილებაზე დავაგვიანეთ, თორე ეს თუ ღმერთის რჩეული მიწაა, ჩვეულებრივ მიწაზე ალბათ ჩელიაბინსკისთვის ლოცულობენ. ხო, ჩელიაბინსკი მაინც ვერ დაინახავ ჯერჯერობით ზოგიერთმა სიმონ. არის სიმონ ჩელიაბინსკი. არ არის ვაფშე რუსული წარწერები ტრაფარედებზე. კი. კარგი, სამდროში რა ხდება? ეხლა მარტივად რო აგიხსნათ. თელ სოფლიოში არის პოპულისტების აღზევება. მაგიტომაც არის ტრამპი აჭრილი ბაიდენზე. იმიტომ რომ 2016 რომ მოვიდა ტრამპი ხელისუფლებაში, უნდა გადაეგრძელებინა 2020 უკვე მეორე ვადით, იქ ჩაუხდა ბაიდენი, მაგიტო ეზიზღება. თორე კაიხნის მოსამარებული და მონაგავებული ექნება და ყველაფერი წარმოიდგინეთ ეს რასაც აკეთებს 8 წელიწად რო ეკეთებინა. იმიტომ რომ პოპულისტები იმიტომ მოდიან რომ ხალხის ნაწილს, დიდ ნაწილს ვერ უხსნი ძირითადად რაღაც ღრმა რაღაცეებს. ახლა ვიღაცას რომ უნდა უთხარ რომ აი შემოსავლებიდან, დღეგედან, გადასახადებიდან, იმიდან შეგროვებული თანხის რაღაც ნაწილებს გადავანაწილებთ სოფლებზე. ამას ჯობია თქვა რომ 5 მილიონი ერგება თითო სოფელს. ვიღაცას რო უხსნა ხა იქ ნავთობის ამოღება, იმის გადამუშავება, იმის მიტანა, მოტანა, საერთოდ გადაზიდვის ფასები, ტარიფები ისინი. ამის თქმა ჯობია რომ სააკაშვილის ჯიბეში მიდის ლარი ესმე? ქათმის გაზდას რო აუხსნა ვიღაცას ის უნდა მე ჭამა ეს გადადან მიდან. მაგაში ბარკალი არის მიშასი, всё. ამიტომ ესეთი ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში და აღარასდროს აღარ წავლენ. ამიტომ მე გირჩევთ რომ თუ ვინმეს ჩვენიანებს ვინც სინდისი, ნამუსი, ინტელექტი გააჩნია რომ თან ცოტა ომისთვის მოემზადოთ. ფიზიკური დაპირისპირებებისთვის. იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. თან წარმოვიდგინე დაკუნთული რო ხარ და თან ბროლის ბურო გაქვს მოგებული, იქედანაც რო უბაგუნებთ აქედანაც. ეს არის ჩვენი მდგომარეობა პოპულისტების. რაც შეეხება ციხეში მყოფ ბიჭებს და გოგონებს და კაცებს და ქალებს. მე ძალიან გული მწყდება თქვენ გამო. ხანდახან შეიძლება პესიმიზმით შემოგაწვეს ადამიანს, ხან შეიძლება ოპტიმიზმი, ხან შეიძლება საერთოდ ნიჰილიზმი. მაგრამ ჩვენ სავარაუდოდ დამარცხებითაც გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ არ ვიცი, ვინც ამ ქვეყანაში ისტორიაში შევიდა წესიერი და კარგი ადამიანი, ყველა დამარცხდა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. რა ვიცი, ილია ჭავჭავაძე მოკლეს, გაკუცა გააქციეს, შავახიშვილის გვამიც არ ვიცი სად არის, ზვიადი კოსტავა რაც მოხდა მშვენივრად ვიცით, ასე რომ სავარაუდოდ ჩვენ დავმარცხდებით. საერთო მოკლე ჭრილში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რა ვიცი.
ესენი მილიონებს მიიღებენ ბიუჯეტიდან ჩვენ ისტორიის წიგნებს. ასე რომ ჩემი აზრით ყველაფრის მსად უნდა ვიყოთ. საბოლოოდ კიდე მინდოდა მეთქვა, რომ დიდება მარინა ტერიშვილს, დიდება მარინა აბციაურს და гоумარჯოს ილოია კიკნაძეს, რეზო კიკნაძის მამასა ჩემს ბაკაც. მადლობა წლევანდელ წელს იმისთვის, რომ მოგცა სუპი მაქვს, სუპს ავჭამ და ამ გადაცემის იდეა. გისურვებთ გამარჯვებას, რომელიც ძალიან უცნაური იქნება, მაგრამ საბოლოოდ რაღაცის ფასად მაინც გავიმარჯვეთ. დაესწარით მრავალს ქოცების გარეშე. და ბოლოს იმედია ნინი ქარსელაძე 2026 წელს მაინც მიხვდება ეს ხალხი რას აპროტესტებს. წლევანდელისთვის სულ ეს პიზდეცი იყო. მომავალ პიზდეცებზე მომავალი წლიდან დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, დაგვიკომენტარეთ მხოლოდ ისეთმა ადამიანებმა, ვინც თვლით, რომ 7 მილიონის მოპარვა კორუფცია ბიუჯეტიდან. თორე ისე ძარცვა. არის სულის მარადი წყურვილი თავისუფლება ეს არის მარად ჟამს ქართველთა ნება